რომელიც შესაძლოა საგადასახადო კოშმარად იქცეს. როგორც იცით, 2015 წლიდან მოქმედებს საგადასახადო შეღავათი, რომლის მიზანია დღეს საგადასახადო შეღავათების დაწესების გზით 2008 წლის აგვისტოს ომისა და ფინანსური კრიზისის გამო შეჩერებული მშენებლობების დასრულების ხელშეწყობა. რა შენიშვნები აქვთ ექსპერტებს, რა რისკებს და საფრთხეებს შეიცავს ეს ერთის მხრივ კარგი და დროული ინიციატივა. იურიდიული ფირმა GLCC-ის პარტნიორი და დირექტორი ალექსანდრე ქამუშაძეა ჩვენი სტუმარი შუადღემ მშვიდობის. ბატონო ალექსანდრე, მოგესალმებით. პირველ რიგში მკითხვა, რომელიც საკადრო ტექსტის პრინციპში დავსვი, კარგი და დროული ინიციატივა, რომელმაც პრინციპში საშუალება მისცა დეველოპერულ ბიზნესს და სამშენებლო სექტორს, რომ დაეწყოთ და განიახლებინათ შეჩერებული მშენებლობები. რა რისკებს შეიცავს, არის თუ არა მთავარი პრობლემა, თქვათ, ვადები 2017 წლის ბოლომდე შესვლა ექსპლუატაციაში მშენებლობების? კი ბატონო, მოგესალმებით. მადლობას მოგახსენეთ მოწვევისთვის, მივესალმებ ჩვენს მაყურებელს. მართლაც ბრძანებთ დღესდღეობით მთავარი პრობლემა და გამოწვევა სამშენებლო სექტორში მოღვაწე დეველოპერებისათვის არის სწორედ ის დათქმა, რომელსაც შეიცავს კანონმდებლობა, როდესაც აღნიშნული საგადასახადო შეღავათი იქნა დაწესებული. კერძოდ, თუ კი დეველოპერი კონკრეტულ ობიექტს, რომელზეც გავრცელდა საგადასახადო შეღავათი, ვერ შეიყვანს, ვერ მიიღებს ფორმალურად და ოფიციალურად ექსპლუატაციაში 2018 წლის 1 იანვრამდე, ანუ რეალურად 2017 წლის ბოლომდე, შედეგად მივიღებთ იმას, რომ მთელი საგადასახადო შეღავათები, რომელთაც დეველოპერმა ისარგებლა უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, ჩაითვლება უკანონოდ და ეს საგადასახადო ვალდებულება მას დაეკისრება ერთიანად. რაც შეიძლება იყოს მილიონობით ლარი და ამ შემთხვევაში უარეს მდგომარეობაში მილიონობით ლარი ეს იქნება სექტორისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი. ამ გამოწვევას რამდენად უპასუხებს დეველოპერი, რომელსაც სულ ახლახანს აღიდგა, თქვათ, გადადგა პირველი ნაბიჯები იმ კრიზისის შემდეგ, რაც მან გამოიარა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და თუმცა ბატონო ალექსანდრე, ამ შემთხვევაში თქვათ, ვადები, რომელიც დაწესებული, ეს ალბათ დამატებითი სტიმულიც არის, რომ კომპანიებმა აღარ გააჭიანურონ, ასე ვთქვათ, მშენებლობები, მათ მოასწრონ და დათქმულ ვადებში მოახერხონ. ეს არის мотиваცია ალბათ კომპანიების, თუმცა ამ შემთხვევაში ვადებთან ერთად პრობლემა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, არის ექსპლუატაციაში შესვლა მშენებლობის. შეიძლება მშენებლობა დასრულდეს, მაგრამ ის არ იქნას მიღებული ექსპლუატაციაში. ანუ გამოსავალი ამ შემთხვევაში რა არის? სწორად ვცანებთ, დეველოპერის მთავარი ვალდებულება ამ შემთხვევაში არის ის, რომ მან მშენებლობა დაასრულოს და აქ მისი წვლილი არის ყველაზე მაღალი, ხოლო რაც შეეხება დასრულებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებას, ეს საკითხი არის უკვე ფორმალური ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა მაინც ფორმალური ნაწილი და ხშირ შემთხვევაში ამ ექსპლუატაციაში მიღების პროცესი ჭიანურდება დეველოპერისაგან ცალკე მდგომი მიზეზების გამო, აქ მთელი რიგი მიზეზები შეიძლება ჩამოთვალოთ და რეალურად დღესდღეობით ბაზარზე ხშირად არის შემთხვევა, როდესაც კორპუსი დასრულებულია, ხალხი ცხოვრობს, თუმცა ფორმალურად ექსპლუატაციაში მიღებული არ არის კორპუსი და ეს აუცილებლად დეველოპერის ბრალი შეიძლება არ იყოს. გამოსავალზე საუბარი კონკრეტულ გააწყვეტილებას რა შეიძლება იქნეს მიღებული, ამ ეტაპზე შეიძლება ცოტა გამიჭდეს. ერთ-ერთი რაც გონია და მჯერა არის ის, რომ უკვე დროა დაიწყოს ამ თემაზე საუბარი კერძო სექტორმა, დეველოპერებმა და სახელმწიფომ, იმიტომ მათ ერთობლივად უნდა მიიღონ და მივიდნენ გააწყვეტილებამდე, ვინაიდან ცალკე ვერც დეველოპერები შესთავაზებენ, თქვათ, იდეალურ გამოსავალს და ვერც სახელმწიფო, იმიტომ რომ თვითონ მათ მოეხსენებათ ის გამოწვევები, რომელიც მათ წინაშე დგას, მოეხსენებათ ნებისმიერი საგადასახადო შეღავათი არის დაკავშირებული ბიუჯეტთან და ასევე ანუ ამ შემთხვევაში ბატონო ალექსანდრე, თუ არ დაიწყება დროულად, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები, არ დაწესდება, თქო, გონივრული ვადები და თქო, სექტორი არ შესთავაზებს თავის პოზიციას მთავრობას და მთავრობა პირიქით რაღაცაზე არ შეჯერდებიან, ამ წლის ბოლოს უკვე ელოდებით, რომ გარკვეული პრობლემები იქნება და მაშინ უკვე იქნება გვიან, ასე ვთქვათ? დიახ, გვიან იქნება და რაც ყველაზე ცუდია, თუ ამ საკითხზე გვიან დაიწყება საუბარი, დეველოპერები იძულებულები გახდებიან, გადავიდნენ ეგრეთ წოდებულ, თქვათ, კრიზისულ რეჟიმში, ანუ იმის მოლოდინში, რომ წლის ბოლოს ისინი, თქვათ, ფორმალურად ვერ ახერხებენ
ექსპლუატაციაში კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებას ისინი ძულებულ გახდებიან კრიზისულ რეჟიმში იმოქმედონ რაც დააზიანებს მშენებლობები და იმას მიხედონ რომელსაც თქვათ შეიძლება ჯარიმა დაემუქროს ასე თქვათ ესეც შეიძლება მოხდეს რომ სხვა მშენებლობები გააჩერონ და მიხედონ იმ ერთს ასე თქვათ წლის ბოლომდე ანუ ეს საფრთხეც არის კრიზისულ რეჟიმში რას გულისხმობთ ანუ კი ბატონო თუ თქვათ ამის საშუალებას აძლევს დეველოპერს რომ სხვა ობიექტებიდან რესურსი მიმართოს იმ კონკრეტულ ერთ ობიექტს დასასრულებლად ეს შეიძლება გარკვეულწილად იყოს კიდევაც გამოსავალი თუმცა შეიძლება დაზიანდნენ ის ცალკე მდგომი ობიექტები მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება დეველოპერის მხრიდან რაღაცა რესურსების მოძიებაც არ იყოს საკმარისი, იმიტომ როგორც უკვე აღნიშნეთ, ექსპლუატაციაში მიღება ყოველთვის არ არის დამოკიდებული მშენებლობის დასრულებაზე და ამ შემთხვევაში დეველოპერის ერთ-ერთი ვალდებულება რომ მშენებლობა დაასრულოს და თქვათ მიყვეს ინფორმალობას ბოლომდე. რაც შეეხება კრიზისულ რეჟიმში მუშაობას, ასე ვთქვათ, არის ეს ცალკეულ დეველოპერზე იქნება დამოკიდებული თუ ის რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთ რეჟიმში და ასეთი საფრთხის წინაშე მდგომი დეველოპერის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ სექტორზე დადებითად იმოქმედოს, პირიქით დეველოპერი თავისუფალი უნდა იყოს თავის მუშაობაში და საგასაღო შეღავათი მას არ უნდა შემოუბრუნდეს გაკოტრების რისკად. არ უნდა დააწვეს პირდაპირ გასაგებია, თქვენ ფიქრობთ რომ მუშაობა ამართობით არის დასაწყები სამწუხაროდ მეტი დრო არ გვაქვს ბატონო ალექსანდრე, თუმცა კიდევ ერთ საკითხი იყო აქ 2008 წლის 8 აგვისტომდე ვისაც ჰქონდა შეტანილი ასე თქვა და არქიტექტურული დასტური ჰქონდა მიღებული ამ მხოლოდ მათზე ვრცელდებოდა ასე თქვა მშენებლობებზე შეღავათი, თუმცა ზოგმა თქვა ვერ მოასწრო ან აგვისტოს ბოლოსკენ ან სექტემბერში მიიღო, მაგრამ კრიზისული პერიოდი მასაც შეეხო, ესაც არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც ფიქრობთ რომ უნდა იყოს დისკუსია ასე თქვა მომავალ 6 თვე, ხო მე მგონი ეს სახელდება აგვისტოდან 6 თვეში ვინც დაიწყო მშენებლობები. მადლობა ალექსანდრე ქამუშაძე იყო ბიზნეს კონტრაქტის სტუმარი, მადლობა მას გადაცემაში მონაწილეობისათვის და არანაკლებ საინტერესო თემით განვაგრძობთ გამოშვება საპენსიო რეფორმა ძალაში 2017 წლიდან შევა, თუმცა ამ დროისათვის მოსახლეობის ინფორმირებულება ამ კუთხით მინიმალურია.